ერთი სკანდალური ეპიზოდი მოხდა შენ ცხოვრებაში. ეს შეგემთხვა შენ, როდესაც სუპერმარკეტში მოლარესთან ქონდა შელაპარაკება, ეს გადაიღეს, სოციალურ ქსელში ატვირთეს და ნახე. რამდენი მივიღეს? არ ვიცი, რამდენი მივიღეს. ხოდა თუ არ იცი სადა მაშინ რაზე მელაპარაკები? გენაცვალე, არ იცი, გეუბნებით მიგეჭი, ჯერ 100 ლარი და მეორეჯერ კიდე 100 ლარი. დამებრუნა 25 ლარი. რა რეაქცია ქონდა? გაბრაზდი, გეწყინა, როდესაც ნახე, რომ ეს ვიდეო აიტვირთა საჯაროდ. აი, ჩემი ნაწილი, იცი როგორ უყურებს? რა მოხდა მე, რა არის იმისთანა, ვისაც არ მოსულია და არ ქონია. აი რა მოხდა? არავინ არ წალაპარაკებულა სუპერმარკეტში. ან კიდე უარესი არ გაუკეთებია, მე ვარ მარტო. ესე აჩიკო რო იყავი მე ფარიძე, მაგიტომ მოხდა ეს. ეხა მეორე, სოციალური ქსელი რო არ არსებობდა, საერთოდ კაცშვილს არ ეწოდინებოდა, ან არც საინტერესო არ იქნებოდა. ეხა ვიღაცას რო შეხვედრილიყავი და იცი შენ აჩიკო გუშინ ყოფილა მაღაზიაში და ასე უთქვა, ეს არ იქნებოდა, მაგრამ ვინაიდან არის სოციალური ქსელი და ვიღაცა მისარგებლა მაგით, ეს მის სინდისზე იყოს, მის მხრებზე იყოს ის ტვირთი, რაც თვითონ იმ ადამიანმა გააკეთა. რა მოხდა აჩიკო შეგიძლია? ესეთი არ არის, როდესაც არასწორად დაგიანგარიშებენ, ხო? ეს არის საწყენი. მით უმეტეს, როდესაც ცნობადი ხარ, კიდე უფრო მეტად გწყინს, რატო უნდა მომატყუო, ხო? რატო მატყუებ? და შენ უთხარი, რომ მგონი თანხა არასწორი, ხო? რაც უნდა გადავიხადო. 6 ლარი არ არის ცოტა. ეს არ არის ხურდა 20 თეთრი ან 30. თუმცა ისიც არ არის, არ მიმაჩნია სწორედ და გამართლება არც იმას აქვს. მაგრამ ნუ მაინც რა. და უთხარი, რომ მგონი არასწორად იანგარიშეთ. კი. წყობიდან გამოხვედი მაშინ? აღელვებული ვიყავი, რა თქმა უნდა. იგეთი ვარ მე, ემოციური ადამიანი. და ბოდიშის მოხდა გიჭირს ხოლმე, როდესაც ხვდები რომ? არა. აი ამ ინციდენტის შემდეგ ხო არ უთხარი ბოდიში თუნდაც? კი, უთხარი, კი, როგორ არა.